საქართველოს მთავრობა ევროპის სახალხო პარტიის სამოქმედო გეგმის დონითა და შინაარსით შეშფოთებულია, როგორც საპასუხო წერილშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ბრალად ედება დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკა, რაც ახალ მთავრობაზე მორიგი თავდასხმაა. წერილში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიას ევროპული ღირებულებების პატივის ცემისკენ მოუწოდებს. ეს არის სულ ახალი განცხადება იმ თავდასხმათა შორის, რომლებიც ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წევრისგან მოდის და ცხადყოფს პარტიულ მხარდაჭერას პრეზიდენტ სააკაშვილისადმი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში სასტიკად დამარცხდა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას შეცვალოს სააკაშვილის არადემოკრატიული პოლიტიკა მუდმივად მოყვება პრეზიდენტის გაღიზიანებული და არაკონსტრუქციული რეაქცია. როგორც ჩანს, სააკაშვილის მოკავშირეები ევროპარლამენტში კონფრონტაციის ტაქტიკას არჩევენ, ამაკი შეიძლება ძირი გამოუთხაროს სწორედ იმ მიზნებს, რომელთა დაცვასაც ემსახურება ევროპარლამენტი. მაშინ, როცა ევროკავშირის ემისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი დახმარებას უწევს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში. ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციების სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალური მოძრაობის მიერ წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებების ნათელი ნუსხა ახალი ფორმულირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო პარტიას არ შესწევს უნარი ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური დასკვნები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, რომლებიც დაეფუძნება არაპარტიულ, სათანადოდ შესწავლა და ადამიანის უფლებებზე დამყარებულ ანალიზს, ნათქვამია წერილში.